ჩვენი ამბების გადამკიდე სამწუხაროდ ვერც მე და ვერც ბევრი ჩემი მეგობარი კოლეგა ახლობელი მწოდნე ადამიანი მართლა მწოდნე და არ გულისხმობ რასაკვირველია ქართული ოცნების წიაღში წამოზრდილ ვითომ ექსპერტებს. მოკლედ ჩვენ მიზეზთა გამო ჩვენი ამბების გადამკიდე ვერ ვიცლით ხშირად ისე ხშირად როგორც უნდა ვიცლიდეთ ვერ ვიცლით უკრაინისათვის უკრაინაზე მოდი მაინც ასე ვიტყვი თქვენის ნებართვით სულ უფრო იშვიათად ლაპარაკობთ სულ უფრო იშვიათად მიმოვიხილავთ უკრაინაში და უკრაინის გარშემო მიმდინარე პროცესებს ამბებს რომლებიც დღეს და ახლა არის საინტერესო გუშინ მოხდა ეს ამბავი მოდი განვიხილოთ ეს ამბავი აგრეთვე ამბებს რომლებიც სტრატეგიული თვალსაზრისით არის უმნიშვნელოვანესი არა მხოლოდ კირცხალია თუ დიმიტრი სამხარაძე თუ ირაკლი ზარქუა რომელსაც ქალბატონზე მარცხენა თუ მარჯვენა ხელი ესე აქვს ჩამოდებული მხარზე ამ ქალბატონისა არის ამის მიზეზი კირცხალიას ბოდბები კიდე ის მაჭავარიანის ბოდბები კიდე ის რაგვარია პაპუაშვილი რუსის ბოდბები გამობიძინებულების ბოდბები და ასე შემდეგ ზაზა შათილიშვილის ბოდბები არამედ სხვა ობიექტური და გლობალური მიზეზებიც არსებობს საიმისო რომ ჩვენ უკრაინას ნაკლებ არა საერთოდ არ ვაქცევთ ყურადღებას მაგრამ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ მაგალითად აყურისძირში ირანში და ირანის გარშემო ისეთი პროცესები მიმდინარეობს რომლებიც ბუნებრივია ჩვენთვის საინტერესოა და ბუნებრივია გადაგვთავს ხოლმე ირანზე და დრო არ გრჩება საიმისოდ რომ უმნიშვნელოვანესი ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის ჩვენს კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანი ქვეყნის უკრაინის საკითხები მიმოვიხილოთ მე შემიძლია ახლა გესაუბროთ თემაზე რა მოხდა გუშინ უშუალოდ უკრაინაში რა განცხადება გააკეთა ზელენსკიმ რა განცხადება გააკეთა პრეზიდენტმა ტრამპმა რომ აი მე ვთხოვეო პუტინსო და ერთი კვირა არ ბომბა ენერგეტიკული ობიექტებიო და ამით ბევრი სიცოცხლე გადავარჩინეთ თუმცა თუ ეს ასეა მაინც და მაინც მე უკვე გუშინ რუსეთმა ბალისტიკური რაკეტებით და არა მხოლოდ დაბომბა არაერთი ქალაქი და მსხვერპლია დამატებით ისიც უკრაინაში ამაზე შემიძლია ვისაუბრო მაგრამ ამაზე რომ საუბრობთ ხოლმე საუბრობთ ჩვენ თითქოს გამოგვრჩება ხოლმე უფრო მნიშვნელოვანი უფრო საინტერესო უფრო გლობალური უფრო სიღრმისეული უფრო სტრატეგიული საკითხები და ეს სტრატეგიული საკითხები ჩემი მოსაზრებით უფრო ღირებულია და ყურადღება უფრო გასამახვილებელია. ამერიკის შეერთებულ შტატებში ბევრი ექსპერტია, რასაკვირველია, დასავლეთში მოდი ასე ვიტყვი, რომლებიც ამ ომის სტრატეგიულ ანალიზს აკეთებენ. ერთ-ერთი მათგანი არის ბევრი თქვენგანისათვის ცნობილი მაგალითად ბენ ჰოჯესი, გენერალი ბენ ჰოჯესი, რომელიც ქართულ მედიაში ჩემს კოლეგებსაც, მე არ ყოლია სიმართლე გითხრათ არასოდეს სტუმრად, მაგრამ ჩემს კოლეგებს სოფო ზურაბიანს მაგალითად ყოლია რამდენიმე ჯერ, 5 ჯერ, 7 ჯერ, შესაძლოა 10 ჯერაც. არაჩვეულებრივ ანალიზს აკეთებს. ბენ ჰოჯესი და სხვაებიც რასაკვირველია. ბრიდლავი მაგალითად. ესეთი გენერალი. მაგრამ არის ესეთი გენერალი კიდევ მარკ ჰერკლინგი, რომელსაც განსაკუთრებით ენდობა დასავლური მედია, იმიტომ რომ როგორც წესი ეს კაცი ჯერ ერთი ობიექტურად თუ მაინც და მაინც ტაქტიკურ ნაწილზე ვილაპარაკებთ ომისა. ობიექტურად საუბრობს, ობიექტურად მიმოიხილავს, მაგრამ რაც ძალიან მნიშვნელოვანია, სტრატეგიული აზროვნებით გამოირჩევა ისიც და სხვაებიც, ჩემს მიერ ჩამოსახელებული სხვა პირებიც. ჰერკლინგის მოსაზრებებს ელოდებიან ხშირად მედიის წამყვანი საშუალებები და აკი გითხარით რომ ენდობიან მეთქი და ყოველთვის როდესაც ჰერკლინგი საუბრობს ამ ომზე ან სხვა ნებისმიერ საკითხზე, მაგრამ რაღაც ამ ომზე ვილაპარაკოთ, ჰერკლინგს ყურადღებით უსმენენ და არა მხოლოდ იგონებენ, ისმენენ ყურით, არამედ უსმენენ და სწვდებიან იმ აზრებს, რომლებსაც ის ფართო
აუდიტორიას თავაზობს. ხო და ეს ჰერკლინგი ამბობს, რომ რუსეთი აი მეც ხომ საყვედურობთ ხოლმე, აბა სად დამარცხდა შენი კი არა მათი ივანიშვილის რუსეთი, აგე რუსეთი წინ მიიწევს რაღაც 7 მეტრით, 7 კილომეტრით, 70 კილომეტრით წინ არ წაუწევია, 7 კილომეტრით წაიწია წინ, აგე ნახე ის ტელეგრამი არხი რუსები როგორ იმარჯვებენ სადღაც კონკრეტულ ფრონტზე, ნახე როგორ დააბომბეს და ასე შემდეგ. არა, გამანებეთ თავი ერწუს მე რას ვამბობ და ამანებეთ თავი, მე შემცდარ ვარ განა არა, მაგალითად ფიქრობდი რომ 2023-ში 24-ში ომი მართლაც დასრულდებოდა უკრაინის გამარჯვებით. შეცდომა დამიშვია განა არა. მე დამანებეთ თავი. ესაუბრეთ კი არა, უსმინეთ სწორედაც რომ კვალიფიციურ პირებს. ხო და ეს ჰერკლინგი ჩემი არ იყოს, ან მე ჰერკლინგის არ იყოს, ვამტკიცებ რომ რუსეთი რასაკვირველია დამარცხება სტრატეგიულად ის უკვე დამარცხებულია. სტრატეგიულად ის უკვე დამარცხებულია და ტაქტიკურ დონეზეც ის დამარცხდება მისთვის ან პუტინისთვის არ ამშვენიერ დღეს. ოღონდ ძალიან მნიშვნელოვანია ჰერკლინგისეული ერთი მოსაზრება და არა მხოლოდ მისი, რომ რუსეთი ჩამოიშლება ძალიან მოულოდნელად ჰერკლინგი ამ რუსეთს ადარებს მინას, რომელიც უცებ შეიძლება გაიბზაროს და გასკდეს. და წკიპზეაო, ხშირ შემთხვევაში წკიპზეა რუსეთიო, ეს მინაო, რომ უცებ შეიძლება რუხნეთ როგორ არის, ჩამოიფშნას, ჩამოინგრეს ყველაფერი, რაზეც არის აწყობილი ეს რუსული სისტემა. როცა ადამიანები კითხულობენ, რატომ ვერ იგებს რუსეთი, ხშირად ეს ადამიანები, მათ შორის ჩემი და ჰერკლინგის ოპონენტებიც სავარაუდოდ ამბობენ, რომ რუსეთი მოიგებს, იმიტომ რომ ყავს ამდენი ტანკი, ამდენი რაკეტა აქვს ამდენი ტანკი, აქვს ამდენი რაკეტა და რაოდენობებს გვასახელებენ, მეც გამქცევია სიტყვა, ბარაგები აქვს ამდენი რუსეთს ტანკისა, რა მნიშვნელობა აქვს 60-იანი წლების არის 50-იანების თუ 80-იანების, ამდენი აქვს და შეუძლია რომ გამოყაროს ეს ტანკები, ვიღაცა ჯანდაბად უნდა ეს ტანკები, მეთქი ამას თუ ვიტყვი, ბევრი თქვენგანი გამიწყდება. ამდენი და ამდენი რაკეტა აქვს. ეგრა მაგის პასუხია, რაკეტა ჩამოვარდა, ააფეთქებს ხვერპლი არის, მაგრამ თუ სახმელეთო ოპერაცია არ მიჰყვა იმ რაკეტას, გაჩანაგებულ რომელიმე გაუბედურებულ, გადანგრეულ რომელიმე სოფელში, ისროლოს რაკეტები და იყოს მეთქი ასე, რომ თქვა სულად გამომივა, იმიტომ რომ ხვერპლთან არის ეს დაკავშირებული, მაგრამ ეს არის მხოლოდ მოვერანება, მონგრევა ამა თუ იმ სივრცისა და არა სხვა რამე. მოკლედ მეც მithქვამს, რომ რუსეთი უძლეველი ბჭყალებში რო დაძლევ რომ მოერევი, მაგრამ ვეება სახელმწიფოა, უზარმაზარი რესურსები აქვს. მოკლედ არასწორია ჩემი აზრითაც კი არა, მთავარია რომ ჰერკლინგი რას ამბობს, ტანკებზე აპელირება, ადამიანურ რესურსზე აპელირებაც კი არასწორია. ომებს მოცემულ ეტაპზე 21 საუკუნის 20-იან წლებში ვართ. იგებს არა ის, ვისაც მეტი და მეტი რკინა აქვს, გეტყვით ასე, ომებს იგებს, ომში გამარჯვებულია ის, ვისაც უკეთესი და უცნაურ სიტყვას გეტყვით ახლა, უკეთესი სისტემა აქვს. თქვენის ნებართვით 1982 წლის, ან 86 წლის თუ გლებავთ, საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატს შევეხები ახლა. საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელი, მთავარი მწვრთნელი 82-ში იყო, იქ 3 მწვრთნელი იყო, მაგრამ აი ამ 3 მთავარი მწვრთნელიდან მთავარი იყო ასეთი მწვრთნელი რუსი ბესკოვი. ჩემი მოსაზრებით გაცილებით არა კომპეტენტური, ვიდრე თანამწვრთნელი ლაბანოვსკი და თანამწვრთნელი ნოდარ ახალკაცი. ბესკოვი იყო პირველი ვიოლინო. ის აყენებდა შემადგენლობას 10-დან 9 შემთხვევაში. ბესკოვი არ დაეყრდნო ტექნიკურ ფეხბურთელებს. არ დაეყრდნო პირებს, რომლებიც შესაძლოა უარესად იყვნენ ფიზიკურად მომზადებულები, მაგრამ იყვნენ იმპროვიზატორები. ის დაეყრდნო იმ სკოლას, რომელსაც იმ საფეხბურთო სამწვრთნელო სკოლას, რომელსაც ის წარმოადგენდა. ბიგი, დაარტყი და მისდიე, გაიქეცი, ძალაზე და არა იმპროვიზაციაზე ააწყო იმხანად საკმაოდ ნიჭიერი, ან საკმაოდ წარმატებული, ან საკმაოდ პერსპექტიული საბჭოთა ნაკრები. ამიტომაც საბჭოთა კავშირის ნაკრებმა, რომელშიც მოხვდნენ ქართველები განა არა, მაგალითად ჩივაძე საერთოდაც კაპიტანი იყო საბჭოთა კავშირის ნაკრებისა
დიდ წარმატებას ვერ მიაღწევა იმ ნაკრებს, ინფორმაციის ნაკრებს, შეეძლო მეტი წარმატებისთვის მიაღწია სხვა თუ არაფერი 75 წელს. თასების თასის მფლობელი იყო კიევის დინამო და იქ წინავდა ეს არის საბჭოთა ფეხბურთელი ოლეგ ბლოხინი, ანუ 6-7 წლით ადრე ამ ჩემპიონატამდე და კარგი თუ 7 წელი მაინც დიდი ბევრი წელი გეჩვენებათ, მანამდე 1 წლით ადრე თბილისის დინამო წინავდა, სადაც გენიალური ქართველი ფეხბურთელები თამაშობდნენ, ყიფიანის თავკაცობით მერქი ყიფიანი საერთოდაც არ წაიყვანა ბესკომბა. რატომ ვახსენე 82 წლის საბჭოთა 1982 წლის საბჭოთა ნაკრები? იმიტომ რომ არასწორი სისტემა იყო იმხანად საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ნაკრებში ჩამოყალიბებული, დაფუძნებული, მხოლოდ და მხოლოდ იმხანადაც კი უკვე დრო მოჭმულ საფეხბურთო სამწვრთნელო თუ გნებავთ ასე ვიტყვი მეთოდებზე, სისტემაზე, პრინციპებზე და ასე შემდეგ. ერთგვარად უნდა გადმოვიტანოთ ჩვენს დღევანდელობაში 82 წლიდან წარმოიდგინეთ რამდენი წელი გავიდა, 40-ზე მეტი, 44. საბჭოთა კავშირის მსგავსა საბჭოთა კავშირი რომ იყო ადეკვატური და ძალიან ძლიერი არმია და მეორე მსოფლიო ომის შემდგომ შექმნილი ძალიან ძლიერი არმია და მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებული იყო საბჭოთა კავშირის სხვებთან ერთად ცხადია და ასე შემდეგ, მაგრამ არსებითად სისტემა როგორც ასეთი თანამედროვე რუსეთში არ შეცვლილა სამხედრო ინდუსტრიის, სამხედრო წარმოების, საერთოდ სამხედრო საბრძოლო თავდაცვის, თავდასხმის, თუ გნებავთ ასე ვიტყვი, სისტემა. ამიტომ და ყველაფერი აპერირებულია რკინაზე. მეტი რკინა გვაქვს, მეტი ტანკი გვაქვს და გვყავს საზარბაზნე ხორცი, შევახოცოთ ეს საზარბაზნე ხორცი, მოწინააღმდეგეს და ტანკი კი ჩავაყენოთ და დრონების, ზუსტი დამიზნებების, ზუსტი ნავიგაციის, წერტილოვანი დარტყმების, თანამედროვე ჩიპების და ასე შემდეგ სამხედროები უკეთი ლაპარაკებს ხადია ამ ეპოქაში ვცხოვრობთ, ამ მოდერნიზებაში ვცხოვრობთ და ეს ბეიბიგი ხო? Пусть помирают наши солдаты, თუ მომკვდარან ჩვენი ჯარისკაცები, ეს სისტემები არ ნაკლებად მუშაობს. კვლავ ვიმეორებ, ომს არ იგებს ის მხარე, რომელსაც მეტი რკინა აქვს. აქ იწყება და ეს არის სწორედ რუსეთის მთავარი პრობლემა. ომი შეიცვალა. რუსეთი ვერ შეიცვალა. ომი შეიცვალა. დღეს თანამედროვე ომი არის გადაწყვეტილებების სისწრაფე მათ შორის ადგილზე გადაწყვეტილებების. ინიციატივა ქვედა რგოლებიდან. 20-ეულის ხელმძღვანელი, 10-ეულის ხელმძღვანელი ინიციატივით მიმართავს ზემდგომ პირებს. ეუბნება რომ მე ვიცი შენზე უკეთ, იმიტომ კი არა რომ შენ ცუდი ხარ. არამედ იმიტომ რომ მე ფრონტის ხაზზე ვარ. მე ვიცი რას მიპირისპირებს მოწინააღმდეგე. ამიტომ მენდე რა. თუ გინდა შემამოწმე, მაგრამ მენდე რომ აქ ჯობია ამ კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. აქ რუსეთში ცენტრალიზებული არის რა სისტემა და ყველა ჩამოკიდებული არის რა გერასიმოვზე კი არა. საერთოდაც პუტინზე გადაწყვეტილებას ვერ იღებენ და თუ იღებენ არასწორ გადაწყვეტილებას. ოფიცრისა და ჯარისკაცის მიმართ ოფიცრის ნდობა არ ენდობა რუსეთის შეერაღებულ ძალებში ყოფი რომელიმე ოფიცერი რიგით ჯარისკაცი. არ ენდობა საზარბაზნე ხორცია ის ვანია. მომკვდარა დედას ტირებია და სახელმწიფოსაც დედას ტირებია თუ არ გადაიხდის კომპენსაციას მკვდარზე. საერთოდაც გავაფორმებთ როგორც როგორ არის ბეძვესწი პრაპავში, ანუ დაკარგულს. და თანხასაც ვერ მიიღებენ დედები თუ მეუღლეები. მართვის მოუქნელი სისტემა. უმნიშვნელოვანესია კვლავ ვიმეორებ ეს. ზემოდან ქვემოთ არათუ სიმართლის საერთოდ ინფორმაციის ვერ მიწოდება, არ მიწოდება და თუ რამ ინფორმაციას აწვიან ყველაზე უფრო მაღალ ეშელონებში მყოფებს სამხედროებს ან სამოქალაქო პოლიტიკურ პირებს ეუბნებიან ტყუილებს, პუტინს ატყუებენ. პუტინს, რომელიც შეშლილია რასაკვირველია ჩვენი პუტინის არ იყოს, ჩვენი ბიზნესი არ იყოს, ეუბნებიან რომ ყველაფერი ამ სოფელთან, იმ სოფელთან, იმ სახლთან, იმ კართან, იმ მდინარესთან და ასე შემ ტბასთან, ზღვასთან თუ თასთან, ყველაფერი ისეა როგორც ჩვენ განსაზღვრე რა ამოცანები ჩვენ დაგვისახე. და ეს ისედაც შეშლილი
საერთოდაც აღფრთოვანებულია პირველ ყოვლისა ჯარით, მაგრამ უფრო პირველ ყოვლისა რასაკვირველია საკუთარი თავით, აი რა მაგარი ხედართმთავარი ვარო, სარკეში იყურება და ვუტრირებ ცხადია, მაგრამ ამით არის კმაყოფილი, რომ ტყუი და არც ვერც კი წარმოუდგენია რომ მას ატყუებენ. ომი არ არის ტვიტერი, ან ადნაკლასნიკი, ან კონტაქტზე, ან ფეისბუქი, ან რა ვიცი, ტიკტოკი, ან იუთუბი. ომი არის ტალახი და მუდმივი სიგიჟე, დაუსრულებელი სიგიჟე. მე არ ვიცი, აი ეს რა არის, მე აღვწერ მხატვრულად. წარმოგიდგენიათ რა არის როგორ უყურებენ ომს, მაგალითად ქართველები, რომლებიც ახლა არიან ომში ფრონტის ხაზზე. ეს არის მუდმივი ფსიქოლოგიური სტრესი და რაც მთავარია, ყოველ 100 წუთიდან 99 ჯერ სიკვდილისათვის თვალში ჩახედვა. არა მხოლოდ უკრაინელებისათვის, ან უკრაინის მხარეს ვინც იბრძვის ქართველებისათვის, მაგალითად, არამედ რუსებისთვისაც. ეს ხსენებული, ჩემს მიერ ხსენებული მარკ ჰერკლინგი ამბობს, რომ ომში გადაამწყვეტი არის არა რაოდენობა, არამედ command and control, ესე იგი მართვა და კონტროლი. რომ ვიცოდეთ მაინც. რუსეთს არ აქვს ხსენებული მართვა, რომელიც და ეს რუსეთი არ არის გამოსული, არ არის მოდერნიზებული, ვერ გამოვიდა საბჭოთა წყობიდან, საბჭოთა ეპოქიდან, საბჭოეთიდან და საბჭოეთიზმიდან. საბჭოთა არმია 21 საუკუნეში არის აგებული, ანუ რუსული არმია, ზემოდან ყველაფერი, ქვემოთ ფიქრიც კი არ გჭირდება, თქვენ ვინც ხართ სალდათები, საზარბაზნე ხორცები, ინიციატივა როგორც ასეთი ისჯება. ანგარიში, რომელსაც მაბარებთ, უნდა იყოს კარგი და რეალობასთან მიახლოებული რომ იყოს ამ ჯობს, ანუ ცუდი რომ იყოს, ჯობს რომ არ ჩამაბაროთ ანგარიში, იმიტომ დაიხრიტებით, ან დაისჯებით. ამგვარი სისტემა მუშაობს მხოლოდ ერთ შემთხვევაში. როცა ყველაფერი წინასწარ არის დაწერილი, გათვლილი, თუ გდებათ ასე ვიტყვი. ომი კი რეალური ომი, არასოდეს არ არის წინასწარ გათვლილი. სიმულაციის ცენტრებშია, მაგალითად გერმანიაში არსებობს, საქართველოშიც არსებობს სიმულაციის ცენტრები. რაც ხდება, იმისაგან არსებითად განსხვავებული ხდება ფრონტის ხაზზე, რაც არ უნდა წვრთნები აუცილებელია, მომზადება აუცილებელია, ვარჯიში აუცილებელია, ფორმაში ყოფნა აუცილებელია, საქართველოს თავდაცვის უწყება პრაქტიკულად არ აკეთებს თავისი ინიციატივით. ამას კარგია რომ ამერიკელებთან ერთად ვაკეთებთ ჩვენ წელიწადში ერთხელ ან წელიწადში ორჯერ, წელიწადში ერთხელ თქვათ, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ ომში მიღებული გამოცდილება 4000 ჯერ მეტია, არა, ცოტას ვამბობ, მილიონჯერ მეტია, ვიდრე თუნდაც ნატურალურად ან ზუსტად ისე დადგმული სიმულაციურ ცენტრებში არსებული მიღებული გამოცდილება. ჰერკლინგიც და ბენ ხოჯესიც ხაზგასმით ამბობენ, რომ როცა ქვედარგოლს არ აქვს თავისუფლება როგორც ასეთი. არმია, ანუ შეერაღებული ძალები ხდება ნელი, მოუქნელი, დაბრმავებული, გაუბედურებული და ასე შემდეგ. კვლავ ვიმეორებ, რომ რაოდენობაში როგორც ასეთში არ არის ძალა. რუსეთი ამბობს, კიდევ გამოვიყვან მობილიზაციას მოვახდენ და გამოვიყვან პირობითად რაღაც 100,000 თუ 300,000 ჯარისკაცს, საზარბაზნე ხორცს. კარგი, მერე გამოიყვანა თქვათ. არიციან ამ ასეულათ ამ ჯარისკაცებმა ოკუპანტებმა რისთვის იბრძვიან? უკრაინელი იბრძვის საკუთარი სახლის, ოჯახისთვის, შვილისთვის, მეუღლისათვის, დედისათვის, სახელკარისათვის, ვიწრო ან ფართო საზოგადოებისათვის, სოფლისათვის, ქალაქისათვის, უბნისათვის, სოფლისათვის, ქალაქისათვის, ოლქისათვის, ქვეყნისათვის, თავისუფლებისათვის, რა ვიცი, ადამიანობისათვის და ასე შემდეგ. ამას კი ვანიას, რომელიც იქ მივიდა, რომელმაც არ იცის არაფერი, არ იცის რატომი, ვისად არის, ისიც არ იცის უმრავლესობა, აი როგორც კირცხალია, არ იცის სად არის, რომელ ქვეყანაზე ისაუბრა უარყოფითად, შვედეთი. არ იცის კირცხალია, სად არის შვედეთი, ვანიამაც არ იცის სად არის იმ მომენტში, ანუ არის დონეცკთან თუ არის ხარკოვთან. საერთოდ უკრაინა, რო კითხო, სად არის, ვანიათა უმრავლესობა არ იცის. მას ეშინია ჯარისკაცს ოკუპანტს, ეშინია საკუთარი მეთაურის.
ხედავს ამასთან კორუმპირებულ ამ 10 მეთაურს, 20 მეთაურს, ასეულის ხელმძღვანელს, ხედავს რომ ის კორუმპირებულია, ხედავს რომ ფურცელზე დაწერილია რომ მიუვიდათ ამდენი და ამდენი ვუტრირებ. ცხადია, ტყვია წაბალი და აღმოჩნდა რომ როდესაც გახსნეს ეს ყუთები იქ ტყვია წაბალი არ არის. საბაგეოდ ვიღაცა მათ შორის მისმა მეთაურმაც ფული იმაში რომ ეს ყველაფერი როგორღაც გაეთეთრებინა და გაეტარებინა, ხო, გაეправებინა. ამაში ფული ჩაიჯიბა, იმიტომ რომ იმ მეთაურს ფული, რომელიც ომში საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობს, როგორც წესი ფული ყოველთვის აქვს ჯიბეში, ცოტა ან ბევრი. ეს კი შიმშილით არის ლამის მკვდარი, მომარაგება არ ხდება და აგდია სადღაც სანგარში. გრძნობს ეს ვანია, რომ მისი სიცოცხლე მისთვის 10 მეთაურისთვის, ან ბატალიონის ხელმძღვანელისთვის, ან უფრო ზემოთ და ზემოთ, საერთოდ რუსეთის ხელმძღვანელისთვის არაფრად არღის. არა აქვს მოცემულ ეტაპზე უკრაინელების, თუმცა ამგვარი ფაქტები დაფიქსირდა, უკრაინელებისაკენ გადასვლის შესაძლებლობა. მაგრამ როგორც კი გაუჩნდება, ყისვე აწევს ხელებს, აწევს თეთროშას და იტყვის რომ მე გადმოვდივარ აღარ შემის დაბიღალე. ცოცხალი მინდა რომ ვიყო. არ ვამბობ რომ ყველა ამას იტყვის, მაგრამ 10%-მა, 5%-მა, 2%-მაც რომ თქვას ეს ისედაც ჩამოშლის რუსეთის მხრიდან, რუსებისაგან ჩამოშლის პირას არსებული ფრონტის ხაზი, კიდევ უფრო მეტად და კიდევ უფრო სწრაფად ჩამოიფშნება, სუსტად ისევე გასკდება, როგორც კვლავ ვიმეორებ, ამას ადარებენ, რომ ეს არის რაღაც დიდი მინა, რომელსაც შეიძლება დაეცეს ერთი პატარა ნამცეცი და იმ ნამცეცმა შეიძლება გახეთქოს მთელი მინა. ახსენდება ასეთი ფილმი სულად მაგნანახი და ქართულად კი წარმოთქვავს სახელწოდებას ვთარგმნი. ოპერაცია წმინდა იანვარიის ოპერაცია. ხო, როდესაც თუ არ ვწდები ნეაპოლში და არ ვწდები, უნდა მოიპარონ საგანძური ერთ-ერთი ტაძრიდან. ქართულად როგორ არის? წმინდა იოანეს ოპერაცია ალბათ. საზარბაზნე ხორცია რუსის ჯარისკაცი. ბენ ხოჯესი აი გენერალი მეორე რომელზეც ვიტყვი კიდევ ორ სიტყვას, კიდევ უფრო მკაცრია. ჯარი რომელიც არ ფლობს მოტივაციას და პროფესიონალიზმს ვერ გაუძლებს ხანგრძლივობს. ეხლა ვინმე თქვენგანი მეტყვის, რომელიმე თქვენგანი რომ რუსები 4 წელია უძლებენო, უძლებენ, მაგრამ მილიონი კაცი ხავთ უკვე მკვდარი, დაღუპული. აქვთ რესურსი ჯერაც რომ შეავსონ მეორე მილიონით, ვუტრირებ, ასე არ ხდება პირდაპირ მილიონი სანაცვლოდ კი არ მიდის ასე. ამგვარი როტაცია კი არ არის, მაგრამ ეხლა რომ გავამარტივო თქვენთვის ასე ავხსნი, მაგრამ ეს არ არის ამ დიდი რესურსები აქვს, მაგრამ ამოუწურავი რესურსები რუსეთსაც კი არა აქვს. და თავარია უკრაინელის საგანგაცხოვებით, მათ უმრავლესობას მოტივაცია არ აქვს. გენერალიტეტშიც მათ შორის გაგიკვირდებათ და ამიტომაც ვრცელდება ამგვარი მოსაზრებები, რომ პუტინს კისერს წააძრობენ ოლიგარქები და პოლიტიკური ელიტა, სამხედრო პოლიტიკური ელიტა და FSB-ც შესაძლოა ეს სტრუქტურაც კი. რუსეთი არის ხანგრძლივ ომში, ანუ თავად ჩაეფლო ამ ჭაობში. ეს არის ოკუპანტების წყევლა, ეს არის ოკუპაციის წყევლა იმის გამო, რომ შენ ხარ ოკუპანტი, დაწყევლილი სახელმწიფოა. არა და ისტორია არასოდეს იცვლება, ვიტყვი ასე. ოკუპანტს ყოველთვის უჭირს. მაგალითად გარდა რაღაც ფილოსოფიურ საკითხებზე ვარ ვილაპარაკობ, უჭირს მიწოდება მომარაგება. კონტროლი უჭირს. მორალური სიმტკიცის ეს არ არის მეორე ხარისხოვანი. მოტივაციის თუ გდებავთ ასე ვიტყვი. მოტივაციის არარსებობა არის უმრავლეს შემთხვევაში მორალური სიმტკიცე არა აქვს. ოკუპანტ ჯარისკაცს საზარბაზნე ხორცად ქცეულს უმრავლეს შემთხვევაში. ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს. ხოლო ვინც იცავს, კვლავ ვიმეორებ, საკუთარ მიწა-წყალს, ოჯახს, შვილს, მეუღლეს, დედას, მამას, საზოგადოებას, ქვეყანას, თავისუფლებას და ასე შემდეგ, აქვს მოტივაცია ამგვარი. სახლი უნდა დაიცვას, მიწა უნდა დაიცვას, ოჯახი უნდა დაიცვას, მიზანი აქვს სასაკვირველია. უკრაინა იბრძვის არსებობისთვის, რუსის ჯარისკაცი რისთვის იბრძვის, არავინ არ იცის. იმპერიული რაღაც რახვებისათვის, რომელიც დასახა შეშლილმა პუტინმა, დარტყმულმა პუტინმა.
კიდევ დარტყმული ბევრი ეყოლება გარშევა, მაგრამ ის უდარტყმულესია. და ამ ორ შორის გამარჯვებული ვინც არის, კი მსაყვედურობთ, რომ უკრაინა როგორ იმარჯვებს აგი ამდენი და ამდენი. ერთი ორჯერ და მეტჯერ მეტი მსხვერპლი აქვს რუსეთს. მეტი საკუთარი მოქალაქე დაეღუპა. მეორე უკრაინა, რომელიც ამ 4 წლის წინ 4 წელი გავამართლა ხალხმა. 4 წლის წინ 4 დღეში თუ 5 დღეში უნდა დაცემულიყო, წარმოიდგინეთ 4 წელია უძლებს, მაშინ ვინ იმარჯვებს ამ ომში? თქვენ გეკითხებით. ქართული ოცნების მიერ რუსეთის მიერ გამოტვინ გამორიცხებული ქართული ოცნების მიერ twin გამორიცხილებს. ბოდის ვიხდი ყველას არ მიმართავ, დასაგვირველია. ძალაზე აგებული სახელმწიფო შიგნიდან არის სუსტი. საქართველოს სახელმწიფოს შიგნიდან არის უკვე სუსტი, ბევრად სუსტი ვიდრე რუსეთისა, ამიტომაც ჩამოიშლება ხუხულა, ნიფნიფი, ნაფნაფი, ნუფნუფი, ნიფნიფის სახელით. შიშზე დაფუძნებული, რეპრესიაზე დაფუძნებული, ერთკაცზე დაფუძნებული, თუ იქ მოსკოვში და თუ აქ, აბას თუმანსა თუ თბილისში, დანგრევის პირას არსებული სახელმწიფო საზოგადოებაც არის, უბრალოდ ამბავი ის არის, რომ ჩვენ შეიძლება ჩაგვითრიოს ერთმანეთს და მეორემაც ბიძინა ივანიშვილმა კონკრეტულად. ასეთ სისტემები გარედან ყარად გამოიყურება, ეს კია, მაგრამ შიგნით ისინი არის მსხრევადი, მტრევადი, გაუბედურებული. ჰერკლინგი ამას პირდაპირ არ ამბობს, გულახდილად გეტყვით, მაგრამ ყველა სამხედრო ამას გეტყვით მეთქი, თუ სისტემა არ იღებს უკავშირს, თუ ბიძინა ივანიშვილი არ იღებს პუტინი არ იღებს უკავშირს, თუ არ არის ეს ემოციური კავშირი ჯარისკაც ვანიასა და ვლადიმირ შლეგ პუტინს შორის, თუ სიმართლე კვლავ ვიმეორებ ამას, ვერ ადის ზემოთ პუტინს არ სარკეში არ ახედებენ. თუ შეცდომა, როგორც ასეთი დაშვებული, ყველა ვუშვებთ შეცდომას. კი არ სწორდება, არამედ ისჯება, ამ კუთხებენ რომელიმე ვანიას და მიხრეტენ ადგილას, იმიტომ რომ მან შეცდომა დაუშვა. იმ იმედით, რომ რომელიმე სხვა რაღაც სერიოზა ამგვარივე შეცდომას არ დაუშვებს, ის სერიოზაც დაუშვებს შეცდომას. მით უმეტეს დაპანიკებული და მით უმეტეს იმგვარი სერიოზა, რომელმაც ნახა მეგობარი ვანია დახვრეტილი. შემიძლია სხვა შორის სერიოზას ნაცვლად სხვა სიტყვა მიხეილი და ყაველაშვილს ან სააკაშვილს სულაც არ გულისხმობ. რატომ ვერ გაუძლებს რუსეთი? ეს ვიკითხოთ კიდევ ერთხელ. არ იცვლება სისტემა, ძალადობა იზრდება, რესურსები გინდა არ გინდა იწურება, მორალი ეცემა, სიმართლე იმალება და ასე შემდეგ. არა აქვს რუსეთს პოზიტიური, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, აი მოიგო. რა მერე? როგორ უნდა შეინარჩუნოს ერთია, პარტიზანული ომები დაიწყება. როგორ უნდა უზრუნველყოს იქ დასახლებული მოქალაქეების ბედნიერება, ბევრად პატარაა, დონბასზეც კი, აფხაზეთი. და აფხაზეთი აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ბედნიერება უზრუნველყო აფხაზეთში მცხოვრები აფხაზური საზოგადოებისა. მიუგდებს არ მიწყინოთ ქართული ვისაც გესმით სოხუმში მაცხოვრებლებო, ასე მაგალითად გაგრაში, ბიჭვინთაში, გალში, ოჩამშილესა თუ გუდაუთაში, ასე მაგალითად. ბედნიერები ხართ? რასია უკაცრავად რუსულისთვის. ისინი ამბობენ აფხაზები, მიგით პასორილი საბაკამი, ჩვენ ვიჩხუბეთ ძაღლებთან, ჩვენ ძაღლები ვართ, მათეული გაგებით, სმენია. აპადრუჟილი სასვინიამი და დამუმეგობრდით ხორებს. დავარია. არ გადავალ ახლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე, იმიტომ რომ კიდე 30 წუთი უნდა ვილაპარაკო მინიმუმ და 30 წუთი კი წავიდა. მოკლედ, ეპილოგი არის ასეთი. მე ემოციური ოპტიმიზმით კი არ განგჭვალეთ ახლა, ხო? კი არ გაიმედებთ რაღაც ლიტონის სიტყვებით. ეს არის რეალურად სამხედრო ლოგიკა და მით უმეტეს სამხედრო ლოგიკა არა ტაბლიაშვილისა, რომელმაც შეიძლება ბევრი რამ არ იცის, არამედ გენერლებისა, რომლებმაც მილიარდჯერ მეტი იციან, ვიდრე ვიცი მე. ეს არის იმგვარი გენერლები, როგორიც არის მარკ ჰერკლინგი, დააცერჩეთ ასაკში შესული 70-ს გადაბიჯებული 73-74 წლის კაცია თუ არ ვცდები. ეს არის ბენ ჰოჯესი, ესენი არიან სხვებიც უკვე
ახლა რომ აღარ მსახურობენ შეიარაღებულ ძალებში, მაგრამ რომლებსაც რა არ გამოუვლიათ და ისინი გეუბნებიან სწორედ, რომ ომი მოიგება, ომში გამარჯვება დგება სისტემით და არა მასით, უხეში მასით. შევედით, დავიფყარით. რა უნდა ჭამოს იმ შესულმა ვანიამ თუ ვლადიმირმა. რუსეთი ომობს ძველი წესებით ახალ რეალობაში. ახლა გაიგეს რა არის დრონები. ასე ანუ მარტავ თქვენის ნებართვით. და ასეთი ომები ყოველთვის ერთნაირად მთავრდება. რუსეთი ვერ გაუძლებს. ის როგორც სისტემა მაინც და მაინც დეზინტეგრაციას არ გულისხმობ, როგორც სისტემა პუტინის რუსეთი ჩამოიშლება. და როგორ გაგრძელდება მერე, ანუ საით შეუხვევს ტერიტორია ხორჩება, მოსკოვი ხორჩება, როგორ გაგრძელდება ღმერთმა უწყის, ძალიან რთული იქნება მსოფლიოს ყველა ქვეყნისათვის, ყველა ლიდერისათვის პოზიციის ჩამოყალიბებაც კი რას ვშვრებით უკვე მერე. თუ დეზინტეგრაციასაც არ გულისხმობ მაინც და მაინც, თუ მოსკოვი როგორც ასეთი დასუსტდა, სად სულ მინიმალური კითხვა, ერთი კითხვა, კინკილა კითხვა, სად მიდის ბირთვული იარაღი, ამდენი და ამდენი კობინი. პუტინი გასაკვირველია, გასაგდებია, მაგრამ და პუტინზე უარესი ზედათო წარმოსადგენია, მაგრამ უკონტროლობა ბირთვული იარაღისა კიდევ უფრო რთული იქნება დაბეთანხმეთ მაინც. ეს იყო ჩემი ვიდეო ბლოგი. ეს იყო ვიდეო ბლოგი თემაზე, რატომ იმარჯვებს უკრაინა, თუ გაძლო. ამასაც ვიტყვი. მაგრამ ამას რომ ვამბობ, მეორე მხრივ საკუთარივე თავს ვეკითხები, განა 4 წლის წინ, 25-26 თებერვალს 2022 წლის, ერთი ან ორი დღეა გასული მას შემდეგ, რაც დაიწყო მორიგი უსამართლო, არამოტივირებული უსაფუძვლო შეჭრა რუსეთისა მოსკოვისა კიევში, ბუჩამდე, კიევამდე ჩამოვიდა. განა მაშინ, როცა შეუდარებლად სუსტი იყო უკრაინა, ვერ გაძლო? გაძლო. მსხვერპლი გაიღო. ამ შედეგამდე მივდივართ უკრაინის სტრატეგიულ პირველ ყოვლისა და ჩემი მოსაზრებით ტაქტიკურ დონეზე გამარჯვებამდეც მივდივართ. რამდენი წელი გაგრძელდება ეს ომი? კიდევ 4? თუ პირველი 4 წელი გაძლო, მეორე 4 წელი რატო ვერ გაძლებს? ჩვენ შედარჩეს დახმარებების ამ სისტემებში ჩასმული უკვე უკრაინა 95 მილიარდი მისცეს. ისიც რამდენია დარჩენილი რუსეთის გაყიდული აქტივებიდან? 1.5 95 მილიარდი. ხვალ რომ მისცენ? პრობლემები განა არა აქვს. არ გეგონოთ რომ ერთი წამით მაინც გულისხმობ იმას, რომ უკრაინელებს პრობლემები არა აქვთ. გამოყინულია ნახევარ უკრაინაზე მეტი მოცემულ ეტაპზე რუსეთის, ანუ თავდამსხმელის გამოისობით. მაგრამ გამოდიან და მღერიან სახელმწიფო ჰიმნს, ასრულებენ სახელმწიფო ჰიმნს, გამოდიან და გაყინულ მდინარეზე ცეკვავენ და თამაშობენ და ამით ამ გაუბედურებულ და ამ შემთხვევაში მეტისმეტად უარყოფითად არ ვიტყვი, გაუბედურებულ რუს სალდატებს და საერთოდ რუსულ სახელმწიფოს აჩვენებენ, რომ ჩვენ ცოცხლობთ, ჩვენ ვართ, ჩვენ თავისუფლებისთვის ვართ და ასე შემდეგ. ამ დროს კი არ მინდოდა ამ თემაზე ორი სიტყვის თქმაც კი, მაგრამ დაჩაჩანაკებულ საზოგადოებას და ქვეყანას სთავაზობს მსოფლიოს თავად დაჩაჩანაკებული, მოდრეკილი, გაუბედურებული, დაკომპლექსებული, ჩაჟამებული, ჩანაცრისფერებული ბიძინა ივანიშვილი. გამარჯვება სილაღე კი არ მოდის მისგან დავჩაგროთ ის, დავიჭიროთ ის, გავაკრძალოთ ის, დავხრიტოთ, ჯერ არ ვთქვამს, მაგრამ შეიძლება ფიქრობს ის, დავიჭიროთ, გავაუბედუროთ, ფული წავართვათ, გამოვართვათ და ასე შემდეგ. სულ ამ რაღაც სიჟამეში გამყოფებს. უკრაინელები არ არიან ასეთი დათრგუნულები, როგორიც არიან
ქართველები როგორიც არის ქართული საზოგადოება ბიძინა ივანიშვილის ხელში ასეთი დათრგუნული მათ შორის კრიტიკულად გაწყობილი საზოგადოება ხო ხელისუფლების მიმართ მე ჯერ არ მახსოვს და არსად არ არის აი სრული ჭაობიროა რომელიმე პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში რესპუბლიკაში იქაც კი საზოგადოება ცოტა მეტად ხალასია აქ რაკნა ნახეთ აი ჩაკეტა ჩაახშო ჩაანგრია ჩააჟამა ჩაუბედურა ვახ ახვამდის